მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა საწველი აპარატის შესახებ ვისაუბრო, ზოგადად მისი პრინციპები გარეცხვის და რაც შეეხება რა საწველი აპარატს რაც მე მაქვს. ახლა რასაც უყურებთ, ახლა არის დაშლილი მდგომარეობაში და ამასაც მოვხსნი და გაჩვენებ, რომ მთლიანად გავრეცხეთ. ყველა დეტალი მოხსნილი მაქვს. რაც შეეხება მე მაგალითად კარგი ზეთს ვასხავ 10-40-ზე ჩადის ზეთი. აქედან ახლა ეს ამას მოუშვებ, ამას ახლა ზაპლოვკა იმივით აქვს რა, ხამუთი სპეციალური მანქანის ხამუთი მიყენია ზე. ამას მოხსნი, გამოწევ სადღაც 900 გრამი ლიტრამდე არც კი ჩადის ზეთი, რომელსაც თუ კარგზეც 10-40 მაქვს ჩასხმული და ნორმალური ზეთი, ამ შემთხვევაში დაახლოებით მინიმუმს ვამბობ 1 თვე, 2 თვე, 3 თვე. ჩემ შემთხვევაში ზეთსაც თუ შეხედავ რომ გაშავდება, უკვე გამოსაცვლელია და მასეთ შემთხვევაში რავი 1-2 თვეა პრობლემა არ აქვს, კარგი ზეთია, ასხია, მაგრამ ცოტა ხანში უნდა გამოვცვალო. ანუ სადღაც ლიტრამდე 10-40 ზეთი ჩადის შიგნით. ახლა მე ეს ფირმა მაქვს და ვერ გეტყვით რომ არიქა ეს ფირმა არის მაგარი და ის ფირმა არა, ვერ გეტყვით, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ნამიგი ამასთან დაკავშირებით. აი ახლა მოხსნილი მაქვს ყველა დეტალი. მოდი დავამაგრებ კამერას და თან ვნახოთ. ჩავამაგროთ კამერა და თან ყველა დეტალი ვნახოთ. რაც შეეხება ყოველ დღე არ ჭირდება მას იდეალურად გამორეცხვა. მარტო გარეცხვა ჭირდება და გარეცხვის პროცესსაც გადავიღეთ ცალკე, მერე ერთად დიდი ვიდეო რო არ გამოგვივიდეს. მარტო ამეების ჩაყოფა, ამეების გარეცხვა არის საჭირო. თვეში ერთხელ, ახლა ამას ხუფი რომელიც აქვს, ახლოს მოვიტან, თვეში ერთხელ იხსნება. ზოგადად ხან შეხედავ როგორი ცხიმიანია. თვეში ერთხელ მთლიანად იმაშვები. აი ახლა ეს თვეში ერთხელ მთლიან უბორკას უკეთებ. დაახლოებით ზაფხული არის უკვე და კვირაში ერთხელ ცხელი წყალით უნდა გატარება. ის სხვა შემთხვევაში ახლა მე ჭის წყალი მაქვს და იდეალურად ასუფთავებ შიგნით. ხან არის აი შეხედვა უნდა რა. 3-4 დღეში ერთხელ ამას გავხსნი, ხან არის ერთი კვირა არ ჭირდება გახსნა. ანუ ამას ისევ დავკეტავ რომ ეს და ეს გამომშვები ერთად იყოს, ეს იხსნება. ეს დაიკეტება. ანუ აი როგორ არის, იცი, ინდივიდუალური არის რომ რამდენ ლიტր არ ძეს იძლევა, როგორ იძლევა იმის მიხედვით, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები 3 დღეში ერთხელ კი ვხსნი ხოლმე. ვრეცხავ, მაგრამ აი 10 დღეში ერთხელ ჭირდება ხოლმე ცხელი წყლით შიგნით გარეთ გამორეცხვა. თორე სხვა შემთხვევაში აი ცივი წყლით ჩვეულებრივად ირეცხება ხოლმე ყოველ დღე. ცხელი წყლით გარეცხვა არ ჭირდება. აქ აქვს მას ჩამრთველი, ერთს გადაწევ და ჩაირთვება. აქ არის ამ ადგილზე არის ჰაერის გამომშვები, როდესაც იმას იზავს უკვე დაამთავრებ მოწველას მაგ შემთხვევაში რომ ჰაერი გამოუშვა, თორე ეგრევე თავსახური არ აეხტება. გვერდიდან აქვს ჰაერის გამოსაშვები. ეს არის მანომეტრი, საიდაც წნევა უნდა აჩვენებდეს და 0.4-ის იქ წითელია, იმის ზემოთ არ უნდა წავიდეს. ახლა თან ავაწყობ ეს ყველაფერი. ეს ჰაერის კომპრესორის არის, რომელიც მაქვს გაკეთებული. აუცილებლად თითები ჭირდება ხოლმე
აუცილებლად ამ საწველას ბალონს აქვს დაბლა აი ეს ამოსადები, რომელსაც რომ ჩადებ, შემდეგ დაატრიალებ და შანსი არ არის გადაბრუნების. ხვდებით, რომ აი რაღაცა რომ მოხდეს, ან არ გადაბრუნდეს, ცოტა დავწიო დაბლა და გაჩვენოთ. აი აქ აქვს ეს ხაზი, რომ ამ ხაზზე აქეთ დაატრიალებ და აი აქ არის ხაზი, რომ არ გადაბრუნება, გადმობრუნებაზე არ ქონდეს პრობლემა. აი ახლა ესენი ყველაფერი გავრეცხეთ, დავუკეთეთ დეზინფექცია, ყველა პროცესი. აჰა. აი ახლა გაჩვენებთ. აიცადე. არა, აქა თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა რა არ აქვს ამა. აჰა. შევაცვალ. ეს ასე ძალიან საინტერესოა, მინდა ვთქვა, საწველი აპარატი, რაც შეეხება ძროხასთან დიდხანს გააჩერებ თუ არა, ასეთ შემთხვევაში დიდხანს გაჩერება ზოგადად არ არის სასურველი, მაგრამ აი რაიმე კატასტროფაც არ მოხდება, იმიტომ რომ რაც უნდა წამოვიდეს იმის იქით, იმის მეც ვერ წამოიღებს, მერე უკვე რაღაც ნაწილი ხელით გჭირდება. აჰა. ჩამოწველა, ეხლა ეს ერთი შლაგი აქ წავიდა. ესენი ამ პატარა შვისტოგზე მიდის. აქეთ. ახლა ეს უნდა ამაში გავუყარო. აქ უნდა გავუყაროთ. და ნახოთ, რომ რამე არ იყოს უკუღმა გაკეთებული. აჰა, აი ესეც ავიღოთ და აქაც გამოუყარო. აჰა. კი ბატონო. შვენიერია ეს საით არის. ესენი ასე ეს ახლა წავა აქეთ ამის შვისტოკი არის აქეთ ამისი არის აქეთ აჰა თავსახურებიც საწყმარობ ყველას მაგრამ როდესაც მოწვევის პროცესს ვიწყებ, ვის როგორ ეხერხება, მე რომ დავიწყებ მოწვევის პროცესს, აი ახლა ესე დავიწყე, ამ შემთხვევაში მე მაგალითად აქეთ აი ესე მიკავია, აი ესე მიკავია საწველი აპარატი ამორცალს ვარჭოფ ამ ადგილზე და ამას რო ავიღებ, ეს ორი ამათ შუაში ვდებ აი ესე ესე ვდებ და ჯერ ამ ორს უკეთებ ჩემგან იქით მიმართულებით, აი იქით რომ არის ცური, ჯერ იმ ორს უკეთებ და მე უკვე ეს ორი მიკავია ვაკონტროლებ, რომ ჰაერი არ გამოვიდეს. ამ ორზე ზაგლუშკა აქვს, ზოგადად ერთი ცალი მოყვება, მაგრამ ერთი ცალი ჯობია დაიმატოთ, მე 4-ვე მაქვს. და მე უკვე სათითაოდ ერთი გამომაქვს. და რავი, ძალიან მარტივია უკვე ამ შემთხვევაში, როდესაც პრინციპს გეუბნებით. ხო ხტები, როდესაც პრინციპი იცი უკვე ორ ცალს გამოვაძრავ და ეს ორი ცალი ახლა ვსიო უკვე ავაწყეთ. ყველა დეტალი გაჩვენებთ ახლა. კიდევ აიგერ ავაწყე უკვე ანუ
ორი სარქველს მაინც ვხმარობ, რომ ის ორი სარქველი 4-ვეს ერთად ვერ ვიჭერო. ზოგი ძროხის ცური დაბალია, ზოგი ძროხა დაბალი, ზოგი მაღალი და მირჩევნია რომ ორი დაზაგლუშებული იყოს და ჯერ ორი შევაცვა და მერე ორით ვიმუშაო. და როდესაც მორჩება ეს საწველი აპარატი, თავი არ აეხტება რამოდენიმე დროის მონაკვეთში რა, შეიძლება 1 წუთი, 30 წამი რაღაცა. და აქედან მივაწვევი ხოლმე და ჰაერს გამოუშვებ აქედან. რაც შეეხება ამისი პლუსი რა არის? ამ აპარატის პლუსი არის ამ აპარატის კი არა, ზოგადად აპარატით მოწველასა და ხელით მოწველას შორის განსხვავება ის არის, რომ ხელით მოწველისას უნდა გჭირდება მთელი ჯიქანის მთელი სარჯეძევე მთლიანი ბადის იმის ჩამორეცხვა, იმიტომ რომ მარტო ცური რომ ჩამორეცხო, ხომ ვედრაში ჩაგეყრება ნაგავი და თუ მინდორში რომ ხავს ახლა გაშვებული, აგერ არიან ახლა გამოშვებულები, ხო? მინდორში რომ ხავს გაშვებული სიტყვაზე ძროხა დილას არაფერი, საღამოს რომ მოიყვან, გამიგეთ? უკვე ის მაინც ფეკალურში რაც არ უნდა რეცხო, დახვეტო, დაალაგო, მაინც დაგიბინძურებს ცურს, ჯიქანს და თუ ხელით მოწველას იწყებ, მაგ შემთხვევაში აი როგორ არის, იცი პრობლემა არის, იმიტომ რომ მთელი ცური, მარტო თითები კი არა, მთელი ცური და ის უნდა დაბანო და ასეთ შემთხვევაში მე უბრალოდ თუ რაიმე დიდი არის, გამოკრავ ხელს, არაფერი დაბანა არ უნდა, ჭირდება დაბანა ცურის თავებს და ზოგი თუ გინდა მარტო დაბანე, თუ გინდა რაიმე ხსნარი, რაღაცა მიასხი, მოასხი, ბევრნაირი მეთოდია და მაგაზე სხვა დრო შეიძლება ვისაუბროთ. და წამოაცვევ ამ თითებს, ამ თითის იქით გამორიცხულია, თუ გინდა ზედა აშარდოს ის საქმეს, რამდენჯერ ყოფილა ჩართულ აპარატზე მოუშარდია, მოუსაქმია, ზემოდან დაუსაქმია და ყოველთვის ვცდილობ რომ აპარატი რომ მიდგას, ძროხა ეგრევე აპარატზე არ იყოს, რომ მაინც მოსაქმების დროს ამ ვედროზე არ დაასაქმოს. ახლა შეგიძლია ეს გაწიო, ეს თითები გაძლევს ამის საშუალებას და ცოტა ისე გააკეთო, ეს გაძლევს საშუალებას, ეს ზემოთ რაც არის, გინდა იქით მიწიე, გინდა აქეთ მოწიე, გაძლევს საშუალებას, რომ თუ რაღაც არის, ამ მილზე დაგიშარდოს, ან მოგისაქმოს და პრობლემა არ ქონდეს არანაირი. მოდი ახლა დავჯდები ცოტას და რაღაცებს კიდე ვისაუბრებ. მოდი კიდე ვისაუბრებ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პლუსი აქვს ის, რომ არის ძალიან ხარისხიანად მიწველის და პრობლემა არ აქვს რძის სისუფთავეს და არაფერი არ ჩაიყრება და დამიჯერეთ ხელით მოწველისა და აპარატით მოწველის შორის რძის სუნი აშკარად სხვადასხვა არის და ბევრად სუფთაა, როდესაც აპარატით წველი. ახლა ამაში მაქვს მიცემული 1200 ლარი, მაგრამ დამიჯერეთ ეს არის ზეთიანი აპარატი. რო გითხრა რომ რაღაცა გადასარევია, რაღაცა პატარა, რაღაცა ახალი ვით არის, მაგრამ რაღაცა ხმა აქვს და მაგასაც გავარკვევ მე, ბიჭებმა მითხრეს აქ რაღაცა არის გასაკეთებელი და გავარკვევ. ანუ მინუსი, აი დაჟე დენი არ იყო და დვიჟოქსაც ჩავრთე, აპარატის მოტორი თვითონ არის დაბალი, დაახლოებით აი 2 კილოვატიანი, 2 კილოვატნახევრიანი დვიჟოკი რომ მქონდეს, ჩართავ ჩვეულებრივად. ანუ დვიჟოკითაც ადვილად ირთვება. პლუსი ეგ ყველაფერი პლუსი აქვს, მინუსი ის არის ამის, რომ ყურადღება უნდა მიაქციოს, ზეთი არ გამოგჩეს, ზეთი უნდა გამოუცვალო, თორე მოტორი გადახურდება. მინუსი ამასთან, რავი, რასაც ვაკვირდები, მე პირადად ვერაფერს მთავარი ყურადღება უნდა ქონდეს დენთან მიმართებაში, თუ სვარკან რამეა ჩართული, არ ჩართო იმ დროს, იმიტომ რომ მოტორს პრობლემა არ შეექმნას და თუ სიტყვაზე ცოტა ზეთი გაშავდა, ზეთი ჩადის
დაახლოებით ამაში მაგალითად ჩადის ლიტრამდე 900 გრამი ლიტრაზეთი, ლიტრამდე 10-40 ჩვეულებრივი და პრობლემა არ არის. ანუ 2 თვეა უკვე ვამუშავებ და სუფთა ისევ ზეთი. კარგი ზეთი მისხია, შეიძლება გამომცვალო, შეიძლება 1 თვე კიდევ ვამუშავო. ისე რომ პრობლემა არ ექნება. ცოტა არ უნდა დაგეზაროს მისი გარეცხვა არ არის რთული. აი ხლა როგორ არის იცით? აი ხლა всё გავრეცხეთ და ამ შემთხვევაში აი ხლა ამ თითებს წყალში ჩადებ. აი ხლა ჩემთან მაგალითად ჭისწყალია და ძალიან მაგრად რეცხავს. გძეს, ახალ გძეს, მაგრამ რამოდენიმე დღეში ერთხელ ცხელ წყალს გაატარებ, შიგნით ამით ჩვეულებრივად კნოპკას დააწვევი და ეკედან თვითონ შეისრუპავს. რაღაც დონე შეისრუპავს, გავაჩერებ, გაჩვენებ ამ მეთოდსაც და ჩვეულებრივად არანაირი პრობლემა არ აქვს, ჩვეულებრივად გაირეცხება, მოხსნი მერე თავს, ამას გარეცხავ, ამას გამორეცხავ, გარედან თუ სადმეა ვის მაქვს, ერთი ჩოთქი მაქვს, პატარა ჩოთქი და იმ ჩოთქით ხელით წმინდა ჩოთქიც გავს, გამოუსვევ, აი ჩათვალე ამის გარეცხვა. დაჟე იდეალურად მაქვს ახლა გარეცხილი ყველაფერი, მომუნდი 9 საათი. თავის დაშლით ყველაფრით. მაგრამ 10 წუთში რეცხავ უკვე ის ყოველდღიური როდესაც არის. თვეში ერთხელ რაც ეს აპარატი მაქვს, ანუ ეს მატორიც ისინიც გარედან ეს ყველაფერი იდეალურად გავრეცხა, რაც აპარატი მაქვს, თორე ერთი სამჯელმა გარეცხილი თუ 4ჯერ იმეებით, შიგნით, შიდა სისტემა, აი მილების სისტემა, სადაც ცხელ წყალს გაატარებ და იმას იზავ. ძალიან დუღარეს არა, რომ მილია და იმას იზავს, გააფუჭებს. სხვა მხრივ რა ვიცი, მე ვერაფერს ვერ უწუნებ, ცოტა რაღაცა პატარა ხმა აქვს, მაგრამ ეს ხმა აი წარმოიდგინე, როცა 20-30 ლიტრას, 10 ლიტრასაც რო წველიდე, ხო, პრობლემა არის. ამიტომ მისი მინუსი რავი, ზოგი ამბობს, რომ იმასაც ცურსაც აფუჭებს, მე ვერაფერი შევატყვე ცურს გაფუჭების. აი როგორ არის, იცი, როდესაც მოწველი, ხო? მერე ოდნავ. აი ხო არის ცური. მერე ოდნავ ცოტა ოდნავ ჩამოვქაჩავ ოდნავ, ცოტათი. რომ იქ თავში თუ რამე დარჩენილი ცოტა გამოიტანოს რამოდენიმე წამი. აი შევხედავ, თუ ოდნავ ჩამოვიტანე და აი გამოიტანა, всё. თორე ეგრევე შეერთებული რო არის, ხო? რასაც ჩამოიტანს, მაგრამ მე ცურის თავში რჩება რაღაც პატარა ნაწილი, მაგრამ რაღაცას უნდა აი ოდნავ ხელით ჩამოვაწვევი, იმასაც ჩამოიტანს და მე რომ მოხსნი, ხელითაც ვახდენ ხოლმე ჩამოწველას, რომ რაიმე არ დარჩეს, რომ შემდეგ ცურში არ ამჟაოს და ცურიც არ გააფუჭებს, უკვე ნაწილს ხელით გამოვიტან ხოლმე. ის რამოდენ ხან არის 100 გრამი გამოუტანია, ხან შეიძლება 300, შეიძლება 9 ლიტრი, მაგაზე მეტი არ გამოუტანიათ ხოლმე ორივეს ერთად. ისე სუფთად, ისე კარგად ჩამოაქვს რძე. დიდხანსაც რომ იყოს ზე, ახლა დიდხანს 1 საათი ხო არ ამყოფებ. ალბათ აი სიტყვაზე ვამბობ 10-15 ლიტრას ჩამოგიწველის 10 წუთში, რავი, 10 წუთი, 5 წუთი. ბევრი არ ჭირდება, 10 წუთში უცებ ჩამოწველის, შეიძლება 3 წუთი, აი ახლა დრო არ დამინიშნე რომ გითხრათ. მაგრამ ბევრი ის არ ჭირდება. ხდებით? დალიდული. დროს. ეს არის რაც მინდოდა მეგობრებო. საწველ აპარატთან დაკავშირებით მე თქვა, რავი რაღაცები თქვენც დაამატეთ და ერთმანეთს გაუზიაროთ აზრი. და აი როგორ არის იცი, აქვე ისიც მინდა დავამატო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ სხვაში ეძებს კრიტიკას, სხვას, აი ბევრს ხედავთ ხოლმე, რომ აი ოღონდ რაღაცით გამაკრიტიკოთ, ოღონდ რაღაც ელემენტარული იყოს, რომ გამლანძღოთ, გამთათხოთ და იმის მაგივრად რომ აი როგორ არის იცი, ყველაფერს ვაკეთებ, რომ
ანუ YouTube-ზე მეცხოველეობის დარგი იყოს სხვადასხვა სფერო, ჩვენი მაგალითად ჩემი არხი არის მრავალფეროვანი და აი ტყავში ვძვრები, იცი რამდენს ვწვალობ, შრომობ რომ არ მინდა რომ იყოს YouTube-ზე მარტო რაღაცა სისულელე, ბოზობა, ჭადლახობა, თამაში და ახლა ბევრი ახალგაზრდა ბავშვები და დიდები და პატარები უყურებს. იმიტომ მინდა რაღაც ცხოვრებისეულიც შემომეთავაზებინა და ამისთვის ხარ აი გეუბნები რითი ვიღებ კამერა გინდა, ლეპტოპი გინდა, რა გინდა სასაცოდაობაა ხოლმე, რომელიმე დიდი ის მაქვს ფინანსები რომ რაღაცა 4K რეზოლუციის რაღაცები შემოგთავაზოს. რაც შემიძლია იმას ვაკეთებ და ბევრს ნუ გონიათ რომ მე საკუთარი თავის პიარს ვაკეთებ, იმიტომ რომ საკუთარი თავის პიარი რომ მინდოდეს მაშინ ტელეფონის ნომერსაც დავწერდი და ადგილსაც გავასაჯაროებდი ხოლმე რომ არ მსიამოვნებს, არ არის მე ჩემთვის ვშრომობ და პატარა აზრი და პატარა გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ რომ სხვისი მათხოვარი არ ვიყოთ ქართველები და სხვისი მოჯამაგირი არ ვიყოთ და ჩვენი შევქმნათ, ჩვენი გავაკეთოთ, ეს მინდა მე და ამისთვის ვწვალობ და ამისთვის შრომობ და ნუ გონიათ ვიღაცას რომ პიარი მამოძრავებს, რა შევქოთ მინდა, რაში მჭირდება ვიღაცის პიარი, რაში მაინტერესებს, მე არ მაინტერესებს. გამიგეთ? ამიტომ მინდა რომ შრომა ვისწავლო და არ მინდა რომ მათხოვარი იყოს ჩემი ქვეყანა, არ მინდა რომ მოსახლეობას შიოდეს და უცხო ქვეყანაში გადაიხვეწოს და ვიღაცის მონა იყოს, ჩვენი შევქმნათ, ჩვენი გავაკეთოთ და რა ვიცი, ჩვენი რო გვექნება, ამაზე კარგი არაფერია. ეს არის მეგობრებო, რაც მინდა და მე მეთქვა ამასთან დაკავშირებით, რავი, მშვენიერია დანარჩენი. რავი, თუ რამე გამომჩა, ბოდის ვიხდი. დიდი გამოცდილება მაშინ არ მაქვს და ნუ გონიათ რომ არ იქა და ჭკუას გასწავლეთ, ბიჭო, რაც მე ვიცი იმას გეუბნებით, გამიგე? რაც ვიცი იმას გეუბნებით. რაც არ ვიცი, აბა რა გითხრათ? კარგით, აბა დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე. კარგით, მადლობა.